ჩემთვის ძალიან ნათელია რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. 300-ზე მეტი ნაწამები მოქალაქეა, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძეს, რომელსაც თავს დაესწრნენ, სამოქალაქო აქტივისტი დათო კაცარავა, ალეკო ლისაშვილი, რომელიც გაიტაცეს სასტიკად ცემეს, გადმოაგდეს შემდეგ ნაცემი და ნაგვემი. ბევრი ისეთი საქმეა, რომელზეც არანაირი პასუხი არ არსებობს. რატომ მოხდა 1 წლის თავზე რეალურად აი ამ გადაწყვეტილების მიღება და გადმოუგდეს პროპაგანდისტვის გადმოაგდეს 5 სპეცრაზმელი. და აქ საკვანძო იყო ხარებას ფრაზა, სადაც ჩაშვება ახსენო, რომ ჩაუშვეს სპეცრაზმელები. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ვინც იყო ერთ-ერთი ბრძანების გამცემი ხარება, მას ანუ ჰქონდა ინფორმაცია დამნაშავეების შესახებ. რთულად წარმოსადგენია ირაკლი, ხომ? ზოგადადაც რომ 2 წლის განმავლობაში ძალადობაში, რა ვიცი, ბრალდებული ვერ გამოავლინო, რომელიც დღემდე მუშაობს თან ძალოვან უწყებაში. ანუ უწყების შიგნით რომ არსებობდა ინფორმაცია ამის შესახებ, ეს ხომ უბრალოდ თავის ფრაზით დაადასტურა, რომ ჩაუშვეს, ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ შიგნით ინფორმაცია, უბრალოდ დამნაშავეებს აფარებდნენ ხელს. ოღონდ ეს არის მხოლოდ სამ შემთხვევაზე, არც იმის არ მჯერა მე, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ახლა ციხეში ის 2 სპეცრაზმელმა სცემა. უმძიმესი დაზიანებებით ლევან ხაბეიშვილი ნანახი ყავს საზოგადოებას, დაუჯერებელია, რომ 9 საათის განმავლობაში მხოლოდ 2 სპეცრაზმელი უსწორდებოდა. ხო, მაგრამ ჯერჯერობით, აი დღევანდელი განცხადება მოვიყვანეს აკადრო ტექსტში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორედ ამ წინადადებით მთავრდება და უკვე აღარაფერია გამორიცხული, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ბოლო, აი არ ვიცი, 2-3 კვირის განმავლობაში ჯაშუშობაში ბრალდებული 2 პირი გამოავლინეს თავისივე რიგებიდან და აგერ 5 სპეცრაზმელის შესახებ გვაუწყეს და თანაც კობახიძემ დაანონსა, რომ ჩვენო ევროპულზე და ამერიკულზე მაღალ სტანდარტს დავდებთო და ეს არისო ჩვენი ხელწერაო, ამიტომაც გამოსჭიოდა, ხო, ხარებას კომენტარში, რომ თუ დაიბარებენ ისიც მივა, თუ მისგან საჭირო არის ასეთი ერთგვარი მსხვერპლი ჩაჯდეს ციხეში, თვითონაც ჩაჯდება. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში სულ უფრო მეტად გაუჯდათ ეს დაუცველობის განცდა. თავისიანებისგანვე. ბუნებრივია დაუცველობის განცდა ქართული ოცნების შემადგენლობას უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ისინი ჩაფლული არიან უკვე 14 წლის განმავლობაში დანაშაულებში, კორუფციაში, საკუთარი წიაღიდან პრემიერ-მინისტრი გაასამართლეს კორუფციისთვის, ფულის მითვისებისთვის, გაასამართლეს მეორე მინისტრი, როცა ჯარს ძარცვავდა, გაასამართლეს ჩინოვნიკი, რომელიც სოციალურად დაუცველთა სასადილოს ძარცვავდა, გაასამართლეს ჩინოვნიკი, რომელიც ბაღების მშენებლობიდან იპარავდა ფულს, გაასამართლეს შემადგენელი ერთ-ერთი მათი მნიშვნელოვანი პროპაგანდისტი და სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯაშუშობისთვის. ანუ ამ ვითარებაში სპეცრაზმელები მიაყოლეს ზემოდან, რომელიც ასევე მძიმე დანაშაულებებში არიან ბრალდებული. 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ეს ყველაფერი. ამიტომ ამ შემადგენლობას, რომელსაც მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს, თუმცა სია ბევრად უფრო დიდია სამართლიანობაზე რომ ვისაუბროთ, კანონის უზენაესობაზე რომ ვისაუბროთ, სია ბევრად უფრო დიდია, უბრალოდ მათი პოლიტიკა არის, რომ პროპაგანდისტულად გადმოაგდებენ ხოლმე მსხვერპლს. თუ ხარებას ეგონა რომ ხელშეუხებლები იყვნენ, როცა აძლევდნენ მათ უკანონო დავალებების შესრულებას, ავალებდნენ და ფიქრობდნენ რომ ხელშეუხებლები იქნებოდნენ, ეს ასე არ აღმოჩნდა არავისთვის. ყველას მოსთხოვეს პასუხი და ყველას მოსთხოვენ პასუხს. ეს უნდა იყოს მათთვის ნიშანი, რომ უკანონო დავალება მომავალში არ შეასრულონ და თუ შეასრულებენ, შეიძლება თავადვე ურჩხულმა დაიწყოს საკუთარი შვილების ჭამა. ან სამართლიანობის აღდგენის პირობებში აუცილებლად შემდეგ მოეთხოვებათ პასუხი, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადაც კი არ ვრცელდება. უბრალოდ არ ვრცელდება, იმდენად მძიმე დანაშაულებებია. სრულიად წარმოუდგენელია და აღმაშფოთებელი, როდესაც გედიდეს ყოფილი უფროსი ჩაშვებას უწოდებს იმას, რაც აქამდე სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას უნდა გამოეძიებინა. ამიტომ ბევრ უწყებასთან არსებობს ეს შეკითხვა და იგივე აი ამ ძალოვანების მაკოორდინატორმა სახელმწიფო მინისტრმა დღეს რომ თავს იწონებს სწორედ აი ამ გადაწყვეტილებებით
რაც იქნა ხო მიღებული, სხვა შეს მითითებაც მისცა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ გამოექვეყნებინათ ვიდეო, სადაც გიორგი უძილაურის ასე ვთქვათ, როგორ ჯაშუშობაში მამხილებელი ფაქტი იყო აღბეჭდილი. ესეც უნდა გაითვალისწინოს და ამაზეც უნდა გაგვცენ მაშინ პასუხი, თუ ბოლომდე ასე ვთქვათ მიყვებიან სამსახურებული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს და გამოიძიებენ, გენინსპექცია რას აკეთებდა, ანუ რატო ვერ მოიძია ამდენი ხნის განმავლობაში მტკიცებულებები იმისა, რომ ძალოვნებმა ნამდვილად იძალადეს პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე აქციის მონაწილეებზე. გენინსპექცია არაფერს არ აკეთებდა და ეს დადასტურებულია იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე დღით ადრე, თავად მსხვერპლმა გურამ როგავამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით დაასახელა კონკრეტული ბრალდებულების სავარაუდო ეჭვმიტანილების სახელი გვარები და 2 დღეში მოხდა სპეცრაზმელების დაკავება. რეალურად ეს პროცესი გამოიწვია სწორედ ჩემი აზრით ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ, არაფერმა სხვამ, ეს არ არის კავშირში არანაირად არც შტატების მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტთან და არაფერთან სხვასთან. იმიტომ რომ მათ არ გაუკეთებიათ ადვოკატები, რომლებიც ამოწმებენ საქმის მიმდინარეობას, ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში პირველი კვირის შემდეგ ერთი ფურცელიძე, ერთი მტკიცებულებაც, ერთი საგამოძიებო მოქმედებაც კი არ იყო შემატებული საგამოძიებო პროცესს უცებ, ვითომ არც არაფერი არ ხდებოდა, ჩვეულებრივად აი ამ ჟურნალისტური გამოძიების გასვლის შემდეგ მოხდა 5 სპეცრაზმელის დაკავება, რაც არის მათი მხრიდან უბრალოდ ჩემი აზრით პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელება და გაძლიერება, რომ თითქოს და მათ ანაღვლებს სამართლიანობის აღდგენა. იმიტომ რომ ყველა კვლევაში, მათ შორის ქართული ოცნება ძალიან ხშირად აქტიურად ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და ცდილობს რომ ამ განწყობებზე ზემოქმედება მოახდინოს, ყველა კვლევაში, მათ შორის მათ კვლევებში, რომელიც ჟურნალს ძალიან ხშირად და ინფორმაცია გამოდის გარეთ, ჩანს რომ ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი ამომრჩეველიც კი გმობს იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების თავზე დატრიალდა ძალიან მძიმე გამოვლენებები, 300-ზე მეტი ნაწამები მოქალაქე, საკუთარ სადარბაზოებთან ნაცემი აქტივისტები, ექსპერტები, რომლებიც თქვენი სტუმრები არიან ძალიან ხშირად, მედია მენეჯერები და ასე შემდეგ. ამიტომ ამაზე პასუხი ერთადერთია, რომ პროპაგანდას მისცეს კიდევ ერთი საკვები, თითქოს და ეს სამართლიანი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. ხო, მაგრამ ანუ საბოლოო მიზანი რა არის? აი რას ცდილობს ქართული ოცნება, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოს ქვეყნის შიგნით, რა ვიცი, მისავე ელექტორატში თუ ზოგადად იმ საზოგადოებაში, რომელიც შესაძლებელია არ არის ესე მკაფიოდ ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებულია ქართული ოცნების პოლიტიკური ნაბიჯებით, თუ მაინც ცდილობს რომ რაღაცა უკეთ მოემზადოს თუნდაც ამერიკელებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის და ესე ძალიან საინტერესოა, დღეს ვიცით რომ ოპოზიცია შეხვდა ამერიკის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწევს და ვიცით რომ დაანონსებულია მნიშვნელოვანი დელეგაციის ჩამოსვლა მაისის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში აღსრულდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ასე ვთქვათ ურთიერთობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სადღაც სექტემბრისთვის მაინც მოესწროს. მე არ მგონია რომ ამერიკელებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ესაუბრებოდნენ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯებით, არა სინამდვილეში თუ მათ უნდათ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, ამისთვის არსებობს ძალიან მყისიერად გადასაღმელი რამდენიმე პოლიტიკური ქმედება. ერთი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, მეორე, პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე, პოლიტიკოსებზე გამოცხადებული წარმოუდგენელი, განუსაზღვრელი სიგიჟის სისხლის სამართლის საქმე და მეოთხე, ეს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ცალკე ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთოდ ყველას და ყველაფერს ამ ქვეყანაში, რაც კი შეიძლება თავისუფლად სუნთქავდეს და ოპერირებდეს. ეს 4 მიმართულება არსებობს. დღესვე შეუძლია გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი, შეუძლია შეწყვიტონ სასამართლო სხდომები, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად ასამართლებენ. მაგალითისთვის, თუ ეს არის ცდელობა იმისა, რომ საკუთარი იმიჯი გამოასწორონ დასავლელ პარტნიორებთან. ყოველ დღე, ქალბატონო ემა, ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიყავთ პოლიციელები, როგორც ცრუ მოწმეები. სასამართლო დარბაზებში ალაპარაკებენ მათ ტყუილებს და
ამას აგრძელებდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ აქეთ 5 სპეცრაზმელი ვითომ და სამაგალითოდ დასაჯო, ეს ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ანტიქართული ოცნება გაკეთილშობილდა. ამიტომ მგონია მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს. სხვა შორის ნიკა გვარამი არ გამორიცხავს, როდესაც ვერსიები მოვისმინეთ დღეს ოპოზიციონერი ლიდერების, რომ შესაძლებელია აქციაზე დაკავებულების გამოშვებაც მოყვეს, ანუ სპეცრაზმელების დაკავებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც. ხოთ შორის რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც შექმნილი ვითარებიდან ერთგვარ გამოსავალზე, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც საუბრობენ, განსაკუთრებით ის ფრთა, რომელიც დღეს არ მოიაზრება კობახიძე მდინარაძის გუნდში და ისინიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად უბრალოდ და პირიქით დაუცველად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ ვის როდის მიადგება ეს ერთგვარი, არ ვიცი, სადამსჯელო სახელმწიფო მანქანა, რომელსაც ახლა უკვე მამუკა მდინარაძე ჩაუდგა როგორც ძალოვანი უწყებების მაკოორდინატორი, არავინ იცის. როგორც იტყვიან ხოლმე, ვისთან დაიჩოქებს აკლემი, არ ვიცით და მე მგონია რომ ბევრ კართან დაიჩოქებს და მათ მოუწევთ პასუხისგება. მე დიდი ხანია მაქვს მოლოდინი იმისა, რომ მათ შორის თქვენს ეთერში არაერთხელ მithქვამს მუნიციპალურ არჩევნებამდეც, რომ ივანიშვილის მიზანი იქნება ბოიკოტში ჩატოვოს ოპოზიციის ნაწილი, ამით თვითდაზიანების რეჟიმში ამყოფობს, ათქმევინოს უარი რესურსებზე, ათქმევინოს უარი პოლიტიკურ ბერკეტებზე და ამის შემდეგ უკვე თვითდაზიანებულ ოპოზიციას გამოუცხადოს მყისიერად ახალი არჩევნები, იმიტომ რომ უპირატესობის განცდა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა უნგრეთის მაგალითმა ეს ოდნავ შეარყია, იმიტომ რომ ფაქტად გამოჩნდა, რომ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში, ძალიან დიდი ფულის არსებობის პირობებში ხელისუფლების მხარეს ცუდი, ძალიან ცუდი, საქართველოზე უარესი სხვათა შორის და ნებისმიერ ექსპერტს დაუმტკიცებ, მაგრამ საქართველოზე უარეს საარჩევნო სისტემის პირობებში ავტორიტარის დამარცხება არის შესაძლებელი და ორბანი დამარცხდა. ამიტომ ამან შეიძლება შეაშინოს ბიძინა ივანიშვილი ამ პერსპექტივამ, თუმცა მას ჭირდება მცდელობა იმისა, რომ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის კრიზისი უდგათ, მას შემდეგ რაც ჩვენ ვთქვით, რომ გამოვდივართ საქართველოს პარლამენტიდან და ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ, უკვე გაჩნდა ლეგიტიმაციის სერიოზული კრიზისი, როცა მანდატები დავთმეთ, იმუნიტეტზე უარი ვთქვით, დაცვის მექანიზმებზე უარი ვთქვით, რესურსებზე უარი ვთქვით და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ამიტომ მას აქვს და ექნება მცდელობა აუცილებლად, მას დიდი ხანია ვამბობ, რომ ამ ყველაფრის დაბრუნება შეძლოს ივანიშვილმა. სხვა შორის თქვენი ყავით ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც აი ბოლო 1 წლის განმავლობაში ხან გაზაფხულზე და ხან შემოდგომაზე აანონსებდით რიგგარეშე არჩევნებს და არც მალავდით, რომ ემზადებით კი არჩევნებისთვის, ხო, ნებისმიერი არჩევნებისთვის იქნება ეს ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული თუ რაღაცა შეთანხმება შედგება, რაც ამოცემულობით რთულად წარმოსადგენია, რომ დროებითმა ადმინისტრაციამ ჩაატაროს უფრო სამართლიან პირობებში არჩევნები. ისევ ამ მოცემულობაში ხართ, ისევ ამ არჩევნებისთვის ემზადებით და ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობისთვის მზად ხართ? პოლიტიკურ პროცესში დღეს საქართველოში არსებობს ორი მიმართულება: პროტესტი და არჩევნები. ხელისუფლება იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ლოგიკით და ჩვენი მსჯელობით, თუ გვინდა რომ თანმშვიდობა, თანსტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში, მხოლოდ არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ რევოლუცია, დამხობა და ასე შემდეგ არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ ამ პოლიტიკური გზის გულშემატკივრები, ვამბობთ, რომ ქვეყანას, საქართველოს, ქართულ ხალხს იმ სტაბილურობისთვის, იმ განვითარებისთვის, ნამდვილი პროდასავლური და დემოკრატიული განვითარების ჭირდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ვცადეთ და ვიბრძოლეთ, რაც შევძელით, ჩვენი კოლეგები და თანამებრძოლები მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდ უმცირესობაში, უნდა ითქვას, ძალიან დიდ უმცირესობაში, მაგრამ იბრძვიან. დღეს შევხვდით სხვა შორის ხარაგაულის გუნდს, რომელმაც კატასტროფული მაჩვენებელი, ვინმე ქალბატონი მანანა, რომელიც ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეა, მე-7 ხდომა გვიბლოკავს მაგალითად შესაძლებლობას, რომ
ტრანსლაცია გაკეთდა საკრებულოს ხდომიდან. მარტივად ვამბობ, თუ თაღლითი არ ახარ, თუ კორუფციონერი არ ახარ, თუ რაღაცას არ მალავ და აუბედურები იქ, ნეპოტიზმით თუ არ და გაჯერებული, რას მალავ? საკრებულოს ხდომის პრეზენტაცია. დღეს გქონდათ 2 დღის წინ გქონდათ ბიუჯეტის შესრულების პროექტის განხილვა. რამდენი პროცენტით შესრულდა, იცით ბიუჯეტი? 41%. ანუ 100%, 41% და აქედან წარმოიდგინეთ, დიდი უმრავლესობა არის ჯარიმებით ამოღებული ფული. ჯარიმებით და იმიტომ არ უნდათ პირდაპირ ტრანსლაცია და ჩვენ ყველგან ვამხელთ, ყველგან ვეცდებით ამას პარლამენტში არა ვარ გასაგები მიზეზების გამო. უმცირესობაში ვარ თუ ანუ ხო? კი, უკიდურეს უმცირესობაში ვარ და ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციის მეორე ნაწილი, დარჩება ისე გაუგება თვითდამაზიანებელ ბოიკოტში, თუ გადაწყვეტს ბრძოლას და ივანიშვილის დამარცხებას. იქნებით თუ არა პარლამენტშიც უმცირესობაში, ანუ ისევე როგორც მოიყვანეთ მაგალითი ხო, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში თქვენი შედეგების მაგალითზე. ანუ თქვენი ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში იქნება თუ საკანონმდებლო ორგანოში რეალურად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი? რა თქმა უნდა. ოპოზიციის ერთიან ბრძოლაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ. ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა ერთი იბრძოლოს და ივანიშვილი დაამარცხოს, ის კი არა რომ ოპოზიციაში დარჩეს, დაამარცხოს და მეორე მხარეს ან ბოიკოტი მოიგონოს, ან რაღაც ახალი რაღაც ამოცანა მოიგონოს და უბრალოდ უარი თქვას ამ ბრძოლაზე და რაღაც გაერიდოს და თქვას რომ ბოიკოტი არის რითია წარმატებული წინა არჩევნებზე მაგალითად მე რომ მყავდა 2 ან 3 დეპუტატი საკრებულოში, სხვა პარტიებს ყავდათ 16, 17, 20 და ყველა საქმეს აკეთებდა, ყველა იბრძოდა, ყველა ამხელდა, ჰქონდათ რესურსი, რომ ემოძრავათ სოფელში, ყველა ქალაქში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სად არიან ეს ადამიანები? ის პოლიტიკური ბრძოლის ის ფორმა, რომელიც ახლა არჩეული აქვს ოპოზიციურ ალიანსს, თქვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ სად არის რევოლუცია, სად არის აქ დამხობა, რა ვიცი, აი გადაჭრით მოისმინეთ მათგან უარი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე? ჩვენი პოზიცია მათ ნათლად იციან, ჩვენ არ ვტოვებთ რაღაც ღია სივრცეებს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გქონდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით. სხვებმა ჯერ გამოიგონეს ბოიკოტი, მერე გამოიგონეს დამხობა, ახლა რაღაცა კიდევ ახალ წინადადებებს ან შემოთავაზებებს. აი რა არის ახლა მიუღებელი იმაში, რომ 10-ში ხო 2 დღეში იწყებენ კარდაკარს მოსახლეობას და რომ დაარწმუნონ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს პროტესტზე 26 მაისს. აი რა არის გაუგებარი და მიუღებელი თქვენთვის? სტრატეგიას ვამბობ, პროტესტი არის კარგი და პროტესტს ჩვენც ვუჭერთ მხარს. და ჩვენ არ გახვალთ 26-ში მათთან ჩემი მეგობრები ამჟამადაც ახლა ბათუმში იმყოფებიან და იქ მონაწილეობენ საპროტესტო მარშში პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად და როცა შემოვდიოდი უყურებდი შესაბამის ვიდეოებს ჩართვებს ბათუმიდან რაც კეთდება. ვართ ყველგან ამ კუთხით ქუთაისის მარშში მონაწილეობდით, თბილისში ჩვენი კოლეგები ხვალაც იქნებიან შაბათის მარშზე. ამას ვაძლიერებთ და მხარს ვუჭერთ. 26-ში ვიქნებით, რა თქმა უნდა. ყველგან 26-ში გამოხვალთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ალიანსის მიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზებული არ არსებობს საპროტესტო მუხტი არის საზოგადოების უმრავლესობაში. ეს ვერანაირი დღე ვერ იქნება ვერც ერთი პარტიის საკუთრება. ხო და თუ ამ ბრძოლაში მიყვებით, მაშინ რა ვიცი, სხვა რამე რატომ არის მას? მხოლოდ პროტესტი არ არის საკმარისი. თუ გგონია რომ მხოლოდ პროტესტით შეიცვლება ხელისუფლება, არა, პროტესტის გარდა, ამიტომ ვახსენე წეგან, პროტესტი და არჩევნებისთვის მზადება. იმიტომ რომ ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილების გზა არის არჩევნები. პროტესტი აძლიერებს, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მომზადების პროცესს. ერთი ჩვენ რა ვითარება გვაქვს? არჩევნები ხო ხვალ არ გვაქვს. არჩევნები უნდა მოვიპოვოთ ჯერ. სამართლიანი არჩევნები უნდა მოვიპოვოთ, როგორთან დაკავშირებით. მეორე, არჩევნები უნდა დავიცვათ. ანუ სამართლიანის გარდა სხვა არჩევნებში თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ იგივეს ამბობთ, რასაც ოპოზიციური ალიანსი მეუბნება. ისინიც ამბობენ, რომ მთელი ეს პროცესი, ხომ, ხალხთან პირისპირ შეხვედრა, დიდი მასშტაბური აქციები, სხვადასხვა ფორმით პროტესტი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიძულონ ხელისუფლება დანიშნოს
საქართველოს არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს დროებით შექმნილი ადმინისტრაცია სამართლიან პირობებში და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამიტომ აი მინდა დავინახო ის განსხვავება, რაც არ გააძლევთ თქვენ შესაძლებლობას მათთან ერთად იყოთ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. საერთო პოლიტიკური ბრძოლა გქონდეთ და არა ცალ-ცალკე. კი პასუხობ ძალიან მარტივად. მე მათგან განსხვავებით არ მჯერა რომ ივანიშვილის გაკეთილშობილება შეიძლება ივანიშვილი ერთ დღეს გაიღვიძებს და ჩათვლის რომ ხელისუფლება ესე ჩვეულებრივად უნდა გადააბაროს პროდასალურ ოპოზიციას. მე არ მჯერა რომ ივანიშვილი სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ძალოვან უწყებებს გაათავისუფლებს წნეხისგან. ეს ყველაფერი არის მოსაპოვებელი. მოსაპოვებელი არის იმ ტიპის ბრძოლით, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციამ უნგრეთში. არჩევნებით, ანუ ჯერ არჩევნები და შემდეგ უკვე რომელსაც უნდა აძლიერებდეს პროტესტი. პროტესტი არ უნდა გაჩერდეს. პროტესტი არის თამდევი პროცესი მთლიანად, რომელიც აშიშვლებს კიდევ ერთხელ კორუფციას, ტონუსში ამყოფებს საპროტესტო საზოგადოებას. ისინი არიან აქტიურები, საუბრობენ, გამოხატავენ საკუთარ მრავალრიცხოვნობას. ამიტომ პროტესტი და არჩევნების გზა ერთმანეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული და ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს. უბრალოდ ყველამ უნდა გადაწყვიტოს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილების იმედი აქვთ თუ არა აქვთ. ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილდება. დიმიტრი გელოვანს დანიშნავს ცესკოში და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს აპრილში. ამის არ გვჯერა, არც იმის გვჯერა, რომ სულ სეტყვის, რომ არ დაურეკოთ პედაგოგებს, არ დაატეროროთ რესურს ცენტრები. არ გვჯერა მაგის, არა გააგრძელებენ ამას, მაგრამ არასაკუთარი ნებით, არამედ აი ზეწოლით. ზეწოლით, ამიტომაც უჭერთ მხარს პროტესტს, რომ ეს ზეწოლა პარალელურად უნდა არსებობდეს, მაგრამ ზეწოლის მიუხედავად მე მაინც არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის კეთილშობილების, ან გაკეთილშობილების. არ მჯერა, იმიტომ რომ სანქციებიც გამოყენებულია. ყველაფერი გამოყენებულია. ბიძინა ივანიშვილი არის კუთხეში მიმწყდეული რაღაც კბილები დაკრეჭილი ცხოველივით, რომელიც კიდევ უფრო საშიში ხდება მაშინ, როცა ეს პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ თავარი ამბავია, რომ დავივიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გაკეთილშობილების შესაძლებლობის შესახებ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. არჩევნებში შეხვიდეთ ოპოზიცია, ოღონდ ერთობლივი ბრძოლით. ჩვენ უნდა გავიმეოროთ უნგრეთი, რომელიც არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა. არჩევნების გზით. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ. ეს უნდა გავიმეოროთ. სხვა მოდელი იყო, მადიარის მოდელს თუ ამბობთ ხომ, იქ არ იყო სხვადასხვა პარტია, იქ იყო ერთი ლიდერი, ერთი პარტია და ასე მოპოვებული გამარჯვება. აქ ბევრი შეკითხვა და ასეთა სხვადასხვაობა სწორედ აი ამ მრავალპარტიულობას უკავშირდება, რომელიც ერთმანეთთან არათუ კოორდინაციას, ზოგ შემთხვევაში კომუნიკაციასაც ვერ ახერხებს. და დაპირისპირებულია საჯაროდ. მე არ ვფიქრობ, რომ ყველა ერთ ჯამში უნდა იწყდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუთავსებელი პოლიტიკური ორგანიზმები არსებობენ. ჩვენ შეუთავსებელი ვართ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სტრატეგიასთან, რომელიც ელოდება ბიძინა ივანიშვილის გაკეთილშობილებას, იმ კუთხით, რომ აი ან თავისით ჩამოიშლება, ან დანიშნავს სამართლიან არჩევნებს, გაათავისუფლებს, ცესკოს გაათავისუფლებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლით არის მოსაპოვებელი, არჩევნებზე ბრძოლით არის მოსაპოვებელი დემოკრატიული ცვლილება, ტრანზიცია, ხელისუფლების ჩამოშორება, ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. სააკაშვილის განცხადება იყო, რომ ხალხი ზუსტად იმდენად გაბედული, სადამდეც გაბედული არიან მისი ლიდერები, არავის ჭკუას არ ვარიგებ და მით უმეტეს ნიშანს არ უგებ, უბრალოდ საერთო ბრძოლაში ვართო და თანამებრძოლების ყოყმანი საერთო საქმეს აზარალებსო, ანუ ამ შემთხვევაშიც ფიქრობთ, რომ რაღაცა უფრო რადიკალურისკენ არის მოწოდებები? მე არ ვიცი ვის გულისხმობს ეს განცხადების ავტორი საკუთარი სიტყვების ადრესატად, მაგრამ მეტი რადიკალიზმი შეიძლება არსებობდეს, რაც მის პარტიას პოლიტიკურ ტყის წესრიგად ჰქონდა. ერთ მიმართულებით ბოიკოტი, მეორე მიმართულებით დამხობა და რა ვიცი, რაც გამოუვიდათ სამწუხაროდ, ისევ თავის და სამწუხაროდ და ჯამურად ყველასთვის სამწუხაროდ ვნახეთ. ამიტომ დავანებოთ თანამებრძოლებზე საუბარს, ყველა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ერთი ვიბრძოლოთ პროპაგანდის წინააღმდეგ და დავიხსნათ ადამიანების გონება ანტიქართული ოცნების პროპაგანდისგან.
დახსნა ნიშნავს, რომ ის მათ დავანახოთ სიმართლე. სიმართლის დანახება ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ვერანაირ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს მხარს ვერ დაუჭერს. არ დაუჭერს, უბრალოდ გამორიცხულია ქართული ტრადიციები თუ გიყვარს, როგორ შეიძლება ივანიშვილს მხარი დაუჭირო? ეკლესია თუ გიყვარს, როგორ შეიძლება ივანიშვილს მხარი დაუჭირო? თუ გიყვარს ბავშვები ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ივანიშვილს მხარი დაუჭირო? თუ გიყვარს განათლება, როგორ შეიძლება ივანიშვილს მხარი დაუჭირო? ან ბავშვები შიმშილობენ, სკოლებს და განათლების სისტემას ანადგურებს, პენსიონერები სამარცხვინო პენსიაზე არიან, იმიტომ რომ არასდროს არ გაზარდეს ადეკვატურად. ინფლაცია, სიღარიბეა, ფასები გაერქცა და ამით არებაში თუ ქვეყანა გიყვარს, თუ ტრადიცია, ეკლესიას რაც ივანიშვილმა გაუკეთა ამ წლების განმავლობაში, სუსისკრებსებიო, უბედურება, ჩაწერები, ზეწოლა, რაც ეკლესიას გაუკეთა ივანიშვილი, არავის გაუკეთებია. ამ აწლევლების განმავლობაში, ამიტომ თუ რამე ქართული გიყვარს, შეუძლებელია ივანიშვილის გუნდის გულშემატკივარი იყო. ხო, მაგრამ აი სააკაშვილიც აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ ლიდერებზე და სხვა შორის ბევრი მომისმენია მათ შორის პოლიტიკური ექსპერტებისგან, რომ ასეთია ქართველი კაცის, რა ვიცი, ბუნება და ჩვენი პოლიტიკური ტრადიციები დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, რომ გარკვეულწილად სწორედ პოლიტიკური ლიდერები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს, მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და შემდეგ მათ მიყვება მოსახლეობაც. ანუ შეგიძლიათ აი როდესაც მოგყავთ ხშირად მოიყვანეთ დღევანდელი საუბრისას იგივე უნგრეთის მაგალითი, აი შეგიძლიათ ოპოზიციურ ფლანგზე 1-2 ან თუნდაც 3 ასეთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი დამესახოთ, რომლის მოწოდებასაც ხალხის ძალიან დიდი ნაწილი გაყვება. მე ვფიქრობ, რომ ერთი პოლიტიკური ლიდერი ესე ავტომატურად არ უნდა გამოჩნდეს. ჩვენ ქვეყანაში სხვა დაკვეთაა. ჩვენ ქვეყანაში უკვე წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში ნანახია ერთპიროვნული მმართველობის ძალიან ცუდი ფორმები. ეს იყო თავის დროზე წინა ხელისუფლება, ახლა ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ რატო საუბრობდით პროპორციულ არჩევნებზე? და საზოგადოება რატო საუბრობს? იმიტომ რომ აღარ უნდათ ერთპიროვნული მმართველობა, აღარ უნდათ ერთი ადამიანი, რომელსაც რაღაც მესიად გამოაცხადებენ და შემდეგ ისე 99% დაირჩევენ და მერე 99%-ით ჩაქოლავენ. აღარ უნდა ხალხს უნდა კოალიციური მმართველობა, ხალხს უნდა პროპორციული არჩევნები, ეს ყველა კვლევაში გამოჩნდა. ყველა კვლევაში ჩანს, ყველა განწყობაში, ყველა აქციაში ჩანს. ამიტომ არ უნდა ვეძებოთ ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელმაც შეიძლება მერე ძალიან დიდი შეცდომები დაუშვას, როგორც კოალიციური მმართველობაზე ოპოზიცია ვერ თანხდება, ოღონდ ისე რომ ჯერ დათვის ტყავი, ანუ არჩევნები არ მოუგია, არჩევნების მოუგებლად ოპოზიციამ ვერ შეძლო რაღაცა კოალიციური მთავრობის კოალიციები იქნება არჩევნების შემდეგ და არ არჩევნებამდე. არჩევნებამდე არის საარჩევნო ბლოკი მაშინ, რომელიც აკრძალულია. საარჩევნო ბლოკები ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. აკრძალ ბიძინა ივანიშვილმა ეს შესაძლებლობაც გააქრო. ამიტომ საარჩევნო ბლოკები გადავიწყო. ტექნიკურ მთავრობაზე როცა იყო მოლაპარაკება. ტექნიკური მთავრობა და კოალიცია სხვა რამეა. კოალიცია იქნება ყოველთვის არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ მხოლოდ არჩევნების შემდეგ ვიგებთ ჩვენ რეალური მაჩვენებელი რა არის მხარდაჭერის. იმიტომ რომ მანამდე გგონია მე შეიძლება მეტი მგონია თქვენ ნაკლები გგონიათ, რომ რეალურ მაჩვენებელს ვიგებთ არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ წყდება კოალიციების ბედი. მე არ მეგულება ჯგუფყოფელი ოპოზიციონერი, დიდი საშუალო თუ პატარა პარტია, რომელიც უარს იტყვის კოალიციის შექმნაზე, თან მაშინ როცა ოპონენტი ესეთი ბოროტების მანქანას წარმოადგენს, ანტიქართულ ოცნებას წარმოადგენს, არ მეგულება ვინც კოალიციის შექმნაზე უარს იტყვის. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას წინასწარ ამ გამოცხადებას ვინ იქნება, მე მგონია რომ ესეც არ არის მთლად კარგი აზრი, იმიტომ რომ პროპაგანდა იმდენად აქტიურია ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერს აფუჭებს. ამიტომ დაველოდოთ ერთი საქართველოს მოქალაქეების პრეფერენციებს, ვის როგორ დაუჭერენ მხარს და შემდეგ გამოვხატოთ უკვე მხარდაჭერის მიხედვით. დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებს, შეიცვლის თავის დამოკიდებულებას. იმედია შეიცვლის და იზეიმებს საღი აზრი და ადეკვატურობა და პოლიტიკური რაციონალიზმი. მაგრამ ამ თქვენს იმედს, არ ვიცი, რაიმე ასაზრდოებს? ის დაშვებული შეცდომა, რომელსაც დარწმუნებული
დარწმუნებული ვარ, რომ შედეგობრივად გრძნობენ საკუთარ თავზე, სადაც რეგიონებში ჩამოიშალა პარტიული სტრუქტურები, ადამიანები დარჩნენ პოლიტიკური ძალაუფლების, რესურსული მხარდაჭერის გარეშე. ეს ადამიანები არიან ძალიან ღირებულები. მე გულწრფელად ვამბობ, რომ გული მწყდება, სხვა პარტიებს გულისხმობ. ამ პარტიების რეგიონალურ ლიდერებზე, საქალაქო ლიდერებზე, რომლებიც ზუგდიდში, ხარაგაულში, სამტრედიაში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, სხვაგან და სხვაგან აღარ აქვთ მხარდაჭერა, არ გულისხმობ პოლიტიკურ მხარდაჭერას და გულისხმობ რესურსულ მხარდაჭერას. ესენი არიან მებრძოლი ხალხი არიან. სხვა ჩემ პარტიაზე ხო ვამბობ ამას. ისინი აგრძელებენ პარტიის ლიდერებზე ნერვიულობთ, რომ იმის გამო რომ გამოეთიშნენ ადგილობრივ არჩევნებს, უბრალოდ თავისი რაღაცა პოლიტიკური ხიბლი დაკარგეს და მათში ადგილობრივ მოსახლეობა ვეღარ ხედავს პოლიტიკურ ცნობადობა მათ უნდა ქონდეთ მეტი ძალა და ეს მეტი ძალა გამოაცვალა სამწუხაროდ მათმა პარტიული ლიდერშიპის გადაწყვეტილებებმა. სამწუხაროა, მე ვისურვებდი, რომ მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს ყველა ადამიანი ჩვენი შემადგენლობის პირობებში იყოს, საკრებულოების დეპუტატები, ფრაქციის თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებდი, რომ მათ როცა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას ღებულობს, ფიქრობდეს ქვეყანაზე და მათზეც როგორც ძალიან მნიშვნელოვან თანამებრძოლებს. მადლობა.